Იუსტიციის მინისტრი უპასუხებს ახლა მოამბის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ქალბატონო თეა, მოგესალმებით. პირველ რიგში გმადლობთ, რომ დაგვრთანხმდით ინტერვიუზე. მოგესალმებით. ქალბატონო თეა, აი ამ რეკომენდაციების ერთი ნაწილი ეთმობა თქვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროკურატურაში შეტანილ ასეულობით საჩივარს, რომელთა ნაწილზე ჯერძიება დაწყებული არ არის, ნაწილი კი ისევ პროცესში არის. იღებთ თუ არა იმ შენიშვნას, რომელიც გაერომ გამოძიების ნელი ტემპის გამო მისცა თქვენს მთავრობას და რა პასუხი გაქვთ თქვენ, რა გახდა გახანგრძლივების მიზეზი? მოგესალმებით. თქვენ სიუჟეტში სავსებით სამართლიანად აღინიშნა, რომ გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტში ჩვენ ვიყავით 9-11 ივლისს ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია. პრემიერმა გადაწყვიტა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია. ამ დელეგაციაში მონაწილეობდა აგრეთვე პარლამენტი, მონაწილეობდა პროკურატურა და რეალურად, როგორც თავად გაეროს ექსპერტებმა შენიშნეს და ისიც კი თქვეს, რომ იყვნენ შთაბეჭდილების ქვეშ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით წარსდგა მათ წინაშე. მე არ მიგვირს, რომ წინა ხელისუფლება იქ საერთოდ არ ჩადიოდა, ან ორი კაცით ჩადიოდა ხოლმე, იმიტომ რომ მათ ადამიანის უფლებების დარგში დიდი არაფერი ჰქონდათ სათქმელი და სწორედ ეს იყო სამარცხვინო და ამით მე ვეხმაურები ერთ-ერთ თქვენს ასე ვთქვათ სიუჟეტში მონაწილე ნაციონალ პირს. რაც შეეხება თვითონ დასკვნას, ეს დასკვნა არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხაზია გასმული ყველა იმ პოზიტიურ ცვლილებაზე, რომელიც მართლაც განხორციელდა საქართველოში. შთაბეჭდილება მოახდინა დელეგაციის ყველა წევრის გამოსვლამ იქ, იმიტომ რომ მართლაც ამ 18 თვეში, რაც ჩვენ ვიმყოფებით ხელისუფლებაში, გიგანტური ნაბიჯები და რევოლუციური რეფორმები განხორციელდა სწორედ ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ადამიანის უფლებები გულისხმობს ერთ მარტივ რამეს და ეს როგორ ჩანს საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ჩარეცხილებს, გაუნათლებლებს და ბნელებს უწოდებდა წინა ხელისუფლება, უკეთესად ესმის, ვიდრე ძველი ხელისუფლების ზოგიერთ მაღალ ყოფილ ჩინოსანს. კერძოდ რა, ადამიანის უფლებები გულისხმობს და ითხოვს, რომ როდესაც მოქალაქე ჩივის, როდესაც პროკურორის ყურამდე მისულია ფაქტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, აუცილებლად უნდა დადგინდეს დამნაშავე პირი და აუცილებლად უნდა იქნეს გამოტანილი სასჯელი და აუცილებლად ეს სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური, ანუ პროპორციული, ჩადენილი დანაშაულისა. აქედან გამომდინარე, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ეს ესმის ქართულ ხალხს, მაგრამ ეს არ ესმოდა და ვერასოდეს ვერ გაიგებს ამას ყოფილი ხელისუფლება. ჩვენ ეს გვესმის, ამიტომაც ჩავედით ჟენევაში წარმომადგენლობითი დელეგაცია და მინდა გითხრათ, რომ მთელი სხდომის მიმდინარეობისას სხვადასხვა დელეგატების მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ჩემს მიმართ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელის მიმართ და ყველა უწყების პირველ რიგში პროკურატურის წარმომადგენლის მიმართ ისმოდა მუდმივად ერთი და იგივე კითხვა. რატომ არ არის ესა თუ ის საქმე დღემდე გამოძიებული? რატომ არ არის მაგალითად ციხის ბუნტის საქმე საბოლოოდ დასრულებული? ის საქმე, სადაც მაგალითად ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ინტერნეტ სივრცეში იხილოთ, ამბობს ღიად, რომ ის არ დაიშურებს ტყვიებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ციხეში სხედან და ბუნტს ამზადებენ. ისმოდა კითხვა, რატომ არ არის გამოძიებული 7 ნოემბრის საქმე დღემდე? რადგან ადამიანის უფლებები გულისხმობს, რომ როდესაც ხდება მანიფესტანტების დარბევა, პროკურატურა იმის პროკურატურაა და თუკი ჩვენი ქვეყანა არის ადამიანის უფლებების ქვეყანა და ახლა ნამდვილად არის, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ვინ რა შეუკვეთა და დასაჯოს, თუკი დამნაშავე არსებობდა. თქვენ დამისვით კითხვა, რატომ დაგვიანდაო? 7 ნოემბრის შესახებ საქმე დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრეზიდენტის სხვებთან ერთად იქნა მიცემული პასუხისგებაში და რატომ დაგვიანდაო თქვენ სვამ ძალიან ლეგიტიმურ კითხვას. თუმცა უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ ის, რაც ამავე დროს არის გაეროს იმავე ანგარიში მოცემული, რომ ასეთ საქმეებზე არა მხოლოდ გამოძიება და ადეკვატური სასჯელია მნიშვნელოვანი, არამედ გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი იმისთვის,
რომ ნებისმიერი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ წარმართული საქმე რაღაცა ტიპის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დევნის მსგავსი არ იყოს ვინმეს თვალში. ეს რომ ჩემს თვალში ასე არ არის და ეს რომ ქართველი ხალხის თვალში ასე არ არის, ეს რა თქმა უნდა არ გვარა, ის რომ ეს პოლიტიკური დევნა არ არის, ეს ასეთად უნდა იყოს წარმოჩენილი უცხოელის თვალშიც და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლის თვალშიც. ამიტომაც დავასრულებ პასუხს, ამიტომაც მოანდომა პროკურატურამ ბევრი თვე, ბევრი მტკიცებულების შეკრებას, თორემ მიშას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არაფერი არ ედგა წინ 2012 წლის 26 ოქტომბრის დილას, როცა მე მოვედი ამ ოფისში. ჯერ კიდევ გენერალური პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე, მაგრამ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გვევლო მტკიცებულებების გზით, ამის შემდეგ პროკურატურა გაიყო და გახდა დამოუკიდებელი, ჩემგან პოლიტიკისგან და ყველა პოლიტიკოსისგან თავისუფალი და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ 80 ტომი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ დამდგარი იყო დრო 7 ნოემბრის საქმე, პატარკაციშვილების ოჯახისთვის წაგლეჯვა ქონების ეს საქმე, ამ საქმეზე ყოფილიყო დაწყებული გამოძიება. ამაში მე ვერაფერს საგან გაშოს და აჟიოტაჟის საგანს ვერ ხედავ და ვერ ხვდები რა არის ამაში სამარცხვინო, ეს სანაკებოა ნამდვილად. ეს რეკომენდაცია მოახდენს თუ არა გავლენას, რომ მეტნაკლებად დაჩქარდება გამოძიების პროცესი, მით უმეტეს, რომ იმ საჩივრებს, რომლებიც მე პირველ კითხვაში ვახსენე, იმ საჩივართა ავტორებსაც აქვთ პრეტენზიები გამოძიების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საჩივარი და თქვენ ახსენეთ ასეულობითო, დასკვნაში ასეულობით არ წერია, დასკვნაში წერია 10,000 საჩივარიო და ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ეს ციფრები ჩვენ მივაწოდეთ, მე მივაწოდე, ქალბატონმა თინახილდაშვილმა, პროკურატურამ, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, მიაწოდა გაეროს კომიტეტს, რომ ეს მართლაც 10,000 საჩივარია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გამობრძანდებიან და იძახიან, რომ თურმე რაღაცა დევნა არის სირცხვილი. დევნა სირცხვილი კი არ არის, დევნა არის ადამიანის უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური შფოთვის საფუძველი აქვთ, რომ ამდენი ხანი მათ ეს ადამიანები არ უნახავთ პასუხისგებაში მიცემული, ვისაც უჩივიან, იქნებიან ისინი ციხის ჩვეულებრივი ბადრაგები, თუმცა ბევრი მათგანი სასამართლო წესით იქნა დასჯილი. უბრალოდ მათზე ბევრს არ ლაპარაკობს მედია, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი ბადრაგები იყვნენ ციხეში და მაღალჩინოსნები. ყველა ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი მოითხოვს პასუხს. ეს პასუხი უნდა გაეცეს ყველა საჩივარს ნაბიჯ და მტკიცებულებების საფუძველზე. ამაზე მუშაობს პროკურატურა, მე როგორც ვიცი და მათმაგივრად მე ვერ ვისაუბრებ. აქვთ უკვე დახარისხებული ეს 10,000 საჩივარი. მოდის უნდა ველოდოთ დაახლოებით, რომ შეიძლება დასრულებულად გამოცხადდეს ეს კონკრეტული საქმეები. გამოდის რომ ტყუილად ვისაუბრე ამდენი. დაახლოებითი პერიოდი მაინც, იმიტომ რომ უკვე თითქმის წელიწადი და 10 თვეა, 10 თვეა დასული. არა უშავს. 10,000 საჩივარს რომ პასუხი გაეცეს და მე ვიცოდე გამოვიცნო ეს დრო, მაშინ იქ არ უნდა ვიჯდე, სადაც ახლა ვზივარ, ამიტომ იქნებოდი რეკომენდაციის შემდეგ მაინც თუ დაჩქარდება ქალბატონო თეა. ეს რეკომენდაცია თქვენ რა გონიათ? რეკომენდაცია გამოიცა ორშაბათს. ეს არის პარასკევი. ხოლო პროკურატურა უკვე 2 წელი ამაზე მუშაობდა, ამას გიხსნით ამდენი ხანი. აქედან გამომდინარე, დავასრულებ, აქედან გამომდინარე, ანგარიში ჩვენ არ დაგვჭირვებია იმისთვის, რომ 7 ნოემბრის საქმეზე 80 ტომი მტკიცებულებები ორშაბათიდან 28 ივნისიდან დღემდე არ შექმნილა. მაგრამ იქ არის სხვა საქმეებიც, პატიმართა წამების, კერძო საკუთრების ხელყოფის გამოსახულებით. მე თქვენ ნუ მიწევთ, ასე ვთქვათ, ისეთ ოპონირებას, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს. მე ძალიან ბევრი ვილაპარაკე და თუ მომცემ დროს მეორედ გავიმეორებ. მე თქვი შემდეგი რა, არა. მე გითხარით, რომ ძალიან ბევრი ბადრაგი წამების მუხლით არის მეთქი წარგზავნილი ციხეში, თუნდაც რუსთავის სასამართლოს განაჩენები არსებობს ჩვენ ხელში დამდგარი თავისუფალი სასამართლოს პირობებში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროკურატურის პოზიციის შესაბამისად. უბრალოდ ამ ადამიანებზე თქვენ არ საუბრობთ მედია, იმიტომ რომ მათ არ ქვიათ მიშა სააკაშვილი. ეს არის პრობლემა, თორემ რა თქმა უნდა ბევრი საჩივარზე უკვე არის განაჩენი დამდგარი. ციხის თემაზე წინ არის წაწეული გამოძიება, თქვენ ეს იცით და განაჩენის დონეზეც იყო საუბარი ამ საქმეზე. მაგრამ 10,000 საჩივარი როდესაც არის, ამას ჭირდება ჩვენ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირობებში ვიცხოვრეთ 9 წელიწადი.
ხელისუფლებაში ჩვენ ვართ მხოლოდ თითქმის 2 წელიწადი, არც კი და უკვე ძალიან ბევრ საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მე მოგიწოდებთ, ეს ძალიან კარგი სიუჟეტის საგანი იქნებოდა, თუ ამოწევთ ყველა გამამტყუნებელ განაჩენს წამების საქმეებზე და თითო საქმეზე თითო სიუჟეტს მოამზადებთ. ეს ძალიან კარგი პასუხი იქნებოდა მედიის მხრიდან გაეროს იმ ანგარიშზე, რომელიც გამოიცა. დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შექმნა შემოგთავაზა გაეროს კომიტეტმა და ჩვენ რა თქმა უნდა ამის რეფორმას ჩავატარებს ნაბიჯ-ნაბიჯს. კარგად მოვიფიქრებთ, როგორ შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამ დროს გამოძიების მიუკერძოებლობა. სამწუხაროა, რომ არ დაგვრჩა საუბარი იმ ასე ვთქვათ ატეხილი აჟიოტაჟის გამო. ზუსტად ამ შეკითხვა და დავაკონკრეტებ ჩემ შეკითხვას უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ. დღეს განხილვა მოხდა სწორედ აი ამ მეათე მუხლს თუ არ ვწდები, სადაც საუბარია აგვისტოს ომზე. თქვენმა ოპონენტებმა დაგადანაშაულეს, რომ მოხდა ინტერპრეტაცია ამ მუხლის და ნაცვლად რუსეთისა წინა ხელისუფლების დარღვევებზე დადაშაულზე აკეთებს მოქმედი მთავრობა აქცენტირებას. ვის გულისხმობენ გაეროს ექსპერტები ამ კონკრეტულ პუნქტში? ანგარიში წერია, რომ 2008 წლის ომის დროს და მის უშუალოდ დამთავრების შემდგომ პერიოდში იყო ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ფაქტები, რომელიც შეიძლება ასე დაკვალიფიცირდესო, ამბობს გაეროს კომიტეტი. ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქონების წართმევა, ძალიან ბევრი ეს თქვა სამოქალაქო საზოგადოების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ეს დანაშაულები ვინ ჩაიდინა, ამის იდენტიფიკაცია უნდა მოხდესო, ამიტომ ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე, რომ გაეროს კომიტეტი აქეთ ითხოვს დაადგინეთ ვინ იყო ამის ავტორიო და როდესაც დაადგინდება იქნება ეს ქართველი, რუსი, ოსი თუ სხვა დასაჯეთ სამაგალითოთო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს დანაშაულის შემთხვევაში ავტორის მოძებნას, მის გასამართლებას და ადეკვატური სასჯელის მისჯას. აქედან გამომდინარე, გაერო ვის გულისხმობს, არავის, გაერო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ომის საქმე კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გამოიძიოს და ადგინოს ვინ იყო ამ დანაშაულების უკან. დანაშაულები რომ მომხდარია, ეს არის ფაქტი. ამის ავტორი შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ქართველი, შეიძლება იყოს ეთნიკურად ოსი, მაგრამ ამას სჭირდება დადგენა და ამის დაჩქარებისკენ მოგვიწოდებს გაერო და ამაში კი არ არის სამარცხვინო, როგორც ამას ბოკერი ამბობდა წინა სიუჟეტში. სამარცხვინო ეს კი არ არის. სამარცხვინო ის არის, რომ მისი წარმომადგენელი, მისი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი ლონდარიძე რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ომის რიტორიკას ეწეოდა და ხმამაღლა ამბობდა და პრინციპში ყვიროდა, რომ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტები უნდა მოგვარდეს სისხლითო და თურმე ჩვენ ახლა ჩვენი მიწაწყალი ისევ სისხლით უნდა მოვწყათ, ისევ ჩვენ ოს ძმებს და აფხაზ ძმებს უნდა დაუპირისპირდეთ და ჩვენი ჯარისკაცები ერთი მეორის მიყოლებით იდენტიფიკაციის გარეშე ჩავყაროთ ერთობლივ სამარეში. თურმე ეს არის ლონდარიძის, ბოკერიას და ნაციონალების ახალი გეგმა. ეს არ არის ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმა არის პირიქით იმ დანაშაულების გამოძიება, რაც მომხდარია 2008 წლის ომის დროს. გასაგებია, თავდაცვითია. შემთხვევაში ჰააგის სასამართლო გამოიძიებს ჩვენს მაგივრად ამ საქმეს და არ არის გამორიცხული, რომ ბევრი ქართველი და რუსი მაღალჩინოსანი ყოფილი მოხდეს ჰააგის სასამართლოს განსასჯელის. ხალბატონთია, ბოლოს უნდა კითხოთ, ძალიან ცოტა დრო გრჩება, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნებიც არის ნახსენები ამ რეკომენდაციების ჩამონათვალში. მე წავიკითხავ, ბრალდებების რაოდენობამ პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ შესაძლოა სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშტორებისთვის გამოყენების აღქმა გააჩინოს. არის თუ არა ეს ერთგვარი მინიშნება თქვენი მთავრობისთვის, რომ ზოგიერთი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული? არა, ეს ასე არ არის. ვინც ადამიანის უფლებების ანგარიშის ასე ვთქვათ ენა იცის, მას ეს ასე არ შეიძლება ესმოდეს და მე თქვენ ამ კითხვაზე პასუხი დასაწყისში გაგეცით. კერძოდ, პროკურატურამ გაეროს ანგარიშის შემდეგ არ დაიწყო 7 ნოემბრის საქმის გამოძიება, არც ციხის ბუნტის საქმის გამოძიება, არც წამების საქმების გამოძიება. ამ გამოძიებებზე 2012 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს ნაბიჯ სერიოზული მუშაობა და სწორედ იმიტომ, რომ არ შეიქმნას
ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული საქმეების გარშემო პოლიტიკური დევნის იერსახე. ამიტომაც ანდომებს პროკურატურა ამდენ დროს მუშაობას, იმიტომ რომ მთელი მუშაობის პროცესი არის სერიოზული. ახლა ამაში უკვე როგორც პრემიერმა აცნობა საზოგადოებას ჩაერთნენ საერთაშორისო პროკურორები, ჩვენ ბევრი თვის ადრე გაგახსენებთ ჩვენივე ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოვიწვიეთ ეუთო, რომ დაესწროს სენსიტიურ საქმეებს განხილვას სასამართლოში. ყველაფერი არის გამჭვირვალე. მედიას მე პირადად იუსტიციის სამინისტრომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი მხარდამჭერით თავის დროზე მოგეცით საშუალება, რომ მიშას მიერ გარეთ გამოშვებული მედია დაგვებრუნებინა სასამართლო დარბაზებში. დღეს ყველაფერი არის გამჭვირვალე და სასამართლო, რომელიც ამავე დროს არის დამოუკიდებელი, გადაწყვეტს ვინ არის დამნაშავე, ვინ არა და სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური. აქედან გამომდინარე, გაეროს ანგარიში კი არ გვახალისებს, რომ რამე ვაკეთოთ. ჩვენ უკვე ვაკეთებდით ამას. უბრალოდ ხელს გვიწყობს ჩვენს ოპონენტებს, რომლებსაც სამარცხვინოდ ადამიანის უფლებების დაცვა მიაჩნიათ, ვუთხრათ, რომ სამარცხვინო იყო მათი მმართველობის 9 წლიანი პერიოდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი გავისტუმრეთ პოლიტიკური სცენიდან სამუდამოდ და ეს არის სამუდამოდ გაკეთებული რამ. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს იუსტიციის მინისტრი თია წულუკი.